ოთახშია შენ? მაგრამ რაღაც მინდა რომ გითხრა რა. რა მოხდა? ან დაამთავრე და მე გეტყვი. არ მინდა მითხარა. YouTube-ში ბახალ ნახე. რა? ეზოში შევხვდით ერთმანეთს. როგორ ესე იდექი და შეგხვდა თავისით? შევხვდა თავისით რა, შევხვდი რა. მერე? რა, მერე ვაფშე სხვა რაღაცები მელაპარაკა. საერთოდ სხვანაირად მითხრა ყველაფერი როგორც. Короче, მე რო იქ ვიყავი ეს ჩამოსულა რა. და უნახავს ირაკლა. და 40,000 მისცა რა და უთხრა რომ ნახევარი შენ აიღეო, ნახევარი დათოს მიეციო რა. რავი რა მერე არც თქვენთვის მოუწია ამას და მე რო ჩამოვედი ჩემთვის არ მოუწია არაფერი. აიგო იყოფილა, კუჩაში მხვდებოდა, მიღიმოდა და რეები ქონია გაკეთებული. ამიხსენი წესერად რა ხდება? რავი რა აღიხსნა და რა აღიხსნა, ორი მეგობარი მყავდა უბანში და ორივე ახვარი გამოდგა გადამაგდეს და მეტი რა აღიხსნა რა გითხრა. რა ორი მეგობარი რა უბანი და რეებზე ნერვიულობდა. საერთოდ რა იცი რომ ბახა სიმართლეს გეუბნება? ვიცი რა და ხვდებოდი მეც რა თავიდან რო ჩამოვედი რა. ცდილობდა რომ ერთმანეთს არ შეხვედროდით მე და ბახა რა. იმას ეუბნებოდა რომ მოსაკლავად დაგზდევსო. ბახა არ ვიცი რა მაგრამ ირაკლას დედას მოუტყნა რა. რაებს ამბობ გაგიჟდი? აბა რა ვქნა მაგუში. არც ვიყავი ტრაქში სადღაც ციხეში. აქ თქვენ როგორ გიჭირდათ და ეს კიდე როგორ მოიქცა. და რა გინდა მითხრა რომ ეს შევარჩინო? შეარჩინო თქო არ გეუბნები მაგრამ. აბა რას მეუბნები? მაგრამ ახალი პრობლემები კიდე. გავგიჟდები რა ლეილას მაინც გაუწია ანგარაში. დაწნარდი რა. დაჭრა და დანისტრიალი არ გინდა რა გეხვეწები რა. აი დაწნარდი ახლა შენს რა. არ ვიცი და რა. თავად მას ამსახურს და გეხვეწები რა სახში იყავი და რამე სისულელი არ გააკეთა. ახე ისერია? რა სერია? მოგითხარი, ჩემი სალონი გადაიღეს თქო. აუ, დამოვიწყდა რუსუდან, იცი რამდენი საქმე მქონდა? როგორც ყოველთვის რამას. და როგორი გამოვიდა? მე მომეწონა. აი ვეთყო ჩემ დივას და აუცილებლად მოვაძებნინებ. ხო კიდე ხო დაგავიწყდა. არა, დამოვიწყდება კვირდები. ნოშდობის. აუნა. მე გაგიკეთა? იო, დღეს გწამია შუა დღეს. ოფისში ვიქნები. მე რაღაც საქმე რა ხდება? რაღაც საზზე მინდა დაგელაპარაკო და იქნებ შემომიარო რა. კაი, სამამდე რომ მოვიდე? არა, სამამდე არ მცალია. შენ რამე შეხვედრა ხო არა გაკან სადმე დაგეგმილი? ხო, რამის გასვლას ვაპირებ რა. სახლისთვის მინდა რომ რაღაცები ვიყიდო. რისთვის? სალგემინდა გადასვლა. რატო აქ რა არ მოგწონს? არ მომწონს, მაგრამ მარტო მინდა რა ცხოვრება რა. მარტო? როგორ არა? რუსუდან. ვიცი მე რატომაც გინდა მარტო რო იცხოვრო. მეც რა იყო, არ მაქვს უფლება მარტო გადასვლის სალგე ცხოვრების. როგორ არა? აქ ვერ მოყავს ის ქალბატონი და იქ თავისუფლად მიიყვან. რა გინდა ხა თავიდან დაიწყო? გიორგი, სანამ ამ სისულელებს არ მოეშვები ყოველთვის დავიწყებთ თავით. აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკს. როდის უნდა მიხვდე, რომ ეგ გოგო შენი შესაფერისი არ არის? შენ დაანებე რა თავი. აი მე ვერ დავანებებ რამას თავს იღუპავს. კაი, აი კიდე. მიდი გააგრძელე. თავს ვიყუპავ, შენ ჩემი შესაფერისი არ არის, ოფიციანტია. კიდე. მიდი. მოვედრო და მადლობას მეტყვი. აღარ მინდა რა ამის მოსვენა რა. აგო. წავედი მე რა. შემომიარე რა სამში.
აი რა ვქნა როგორ შევაგნებიან რომ სისულელეს აკეთებს. კარგი რა რუსუდან დაანებე თავი რა. ბავშვით ნუ ეკცევი. და ბავშვით იქცევა თვითონ ამოიჩემა ეს გოგო და მორჩავს. აუ დაანებე თავი რა. ხო ხედავ არეს აკეთებ აცალე თავისი ცხოვრება. ვერ შევეშვები რა მას რა. ეხა ვერ მიტანს, მაგრამ მიხვდება რომ სწორად ვიქცევი. აუ რა ჯიუტე ხარ რუსუდან. აი გიორგიც შენ გავს და მაგიტომაც ვერ ეწყობით ერთმანეთს. შენ დაელაპარაკე რა გთხოვ რა. შენი მოერიდება პატივს გცემს. მე ველაპარაკე უკვე. კარგი წავედი ხა მეც მეჩხერება. ხო, წადი შენს და მარტო დავრჩები მე და ყველაფერზე მარტო მე ვინერვიულობ. და ტყუილად ნუ ნერვიულობ რა. წავედი აბა. მართა იქნება? გამარჯობა. როგორ დანდევით? კარგად, შე როგორ ახარ? კარგად, მადლობა. როგორ მომწონს? ხარ რა კარგი გოგო ხარ, რო იცოდე. ეხლა უარი არ მითხრათ, სადილი მზათა მაქვს. არა, დღეს ნამდვილად არ გეტყვის უარს, იმიტომ რომ სამსახურიდან მოდის და მოშიებული იქნება. კარგი, აბა გამომზადებ და დაგიცახეთ. შერაშვები კარგად ხარ? კარგად არ ვარ, მაგრამ რაც უნივერსიტეტში დავიწყე სიარული, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. კარგია, ეგრჯობია. თან ეს ისია ლამისა უკვე უნივერსიტეტშიც გამომყვეს. ყოველ 2 წამში მირეკავს. მართლა? ხო. ცუდია. შენ რა შვებ? აუ რავი, სამსახურში ყველაფერი მაგრად არის. ძალიან ბევრი დაზღვევა გავყიდე. ნუ თავიდან მიჭირდა, მაგრამ ეხლა გამიმართლა თუ ვისწავლე, არ ვიცი რა ხდება. ძალიან კარგი. არ გინდა ჩვენთან მოხვიდე და ცადო? მე? ხო. გაყიდვების აგენტი იქნები. არ ვიცი, ანუ არანაირი გამოცდილება რო არ მაქვს. მეც ეგრე ვიყავი თავიდან, მაგრამ ვისწავლე მე. და გრაფიკი როგორი გაქვთ? აი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თავარია დაზღვევა გაყიდო, როგორ, სად და რანაირად მაგას შენ წყვეტ. სწავლას და მუშაობას როგორ მოვახერხებ ერთად? ჩვენთან ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობს. თავარია გეგმა შეასრულო რა. თან ხელფასიც მაგის მიხედვითაა. მე ხო ვახერხებ. აუ ძალიან კაია, მინდა რავი. კაი, ეხა დაურეკავ ჩემს და ვეთქვი და ხვალ მივიდეთ, კაი? კაი, ოღონდ იცი, ჯერ ნუნუს არაფერი არ გავაგებინოთ რა. რატო? არავი დაიწყებს რაღაცებს და ჯერ არ მინდა მე რა ვეთყვი. კაი. კაი. აბა, ყველაფერი მზად არის. ადექით წავედით, ადექით. ხელისად დავიბანო. წამოვიდიყო. Ja. შემოდი. როგორ ხარ? ეგრე არის. ეს წითელი ღვინოა, ეს კიდე პიცაა საკუთარი რეცეპტით. ხო გშია? არა, მე არ მშია. შენ გშია? რა ისე? მომწავიდებს ამზარეულში. ხო არ გინახავს რამე? აუ არა, არ ვიცოდი, სად უნდა ვინახა. მოდი. აი საიტი უნდა გაგიხსნა, აი. ეს. შეხედე? საერთო საცხოვრებლებიც არის და ბინებიც. ხო. ბინები ჯობია, ხო? ხო, სამი თვე საერთო საცხოვრებელში ძალიან რთული იქნება. არა, საერთო საცხოვრებელიც არ არის სული. ნახე, აი ეს ვარიანტებია. მოგწონს? ხო, რა ვიცი, სხვაებიც ვნახოთ რა. და ეს ვარიანტი რომ ვნახოთ, კოლეჯთან ახლოს არის? ეგ არ ვიცი. ქუჩების მიხედვით უნდა ვნახოთ. ისე როგორ გირჩევნია, შორს იყოს და იაფი იყოს თუ ახლოს ცხოვრობდე და ტრანსპორტი არ დაგჭირდეს? აუ, რა ვიცი. ცოტა ადრე ხო არ არის ბინების ნახა. ჯერ პასუხებიც არ მოსულა. როდის იქნება? ამ კვირაში უნდა იყოს ხვალანზე ეგ. არა, აშკარად უნდა ვჭამოთ რა.
არა არ შეამართლა. იცი რა გემრიელია, თან ხასიათზეც მოგიყვანს. კაი, მაგდეს გავაწყობ. არა, მოიც მე ვიზავ ყველაფერს. შენ ბინები ნახე. კაი, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე, ხო? დიახ, ვინის ჭიქები სად გაქვს? არაფერი უბრალოდ სალაპარაკო აქვს. რუსუდან მოგთხოვა? არა, რუსუდან არაფერი შეშერე დაჯექი. არაფერი, აი ცოტა ხანს შეხავ ახლა მოვა და ორივეს ვინა დაგელაპარაკოთ. ისე შენ საქმეზე ჩათვალე რომ მე მხარს გიჭირ. მადლობა. ხო არა, თუ ცალკე გადასვლა გადაწყვიტე, არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით მე დაგეხმარები. არა, პრინციპში დახმარება საჭირო, იმიტომ რომ რაღაცა ტექნიკაა საყიდელი და ავეჯი, რასაც ჩემითაც ვიძებ. მოკლედ თუ რამე არ მოგერიდოს შემოწყო. მადლობა. აი, ახაც მოვიდა. მოდი. მადლს მომოსულიყავ, მაგრამ ვერ მომხერხე რაც აუთებს. არასდროს. მოკლედ ეხა რატო შეკრიბეთ? თქვენ პირველები ხართ, ვისაც ამ გადაწყვეტილებას ვაცნობ. ეს დიდი ხანია შემოთავაზება მაქვს, წლებია უკვე, მაგრამ რაღაცა თავს ვიკავებდი მაინც ბიზნესის გამო, ოჯახის გამო, რაღაცა მინდოდა რომ ცოტა მყარად ყოფილიყავ. მოკლედ გადავწყვიტე და დღეს ასე ვიფიქრე, რომ ოზურგეთში ვაგრძელებ სამუშაოებს. მაჟორიტარად ვიყრი კენს. კაი, უკვე რომ გადაწყვეტეთ, რა გამიხარდა. ხო, იცი, ამჯერად ახლა უკვე ვარის თქმა არ გამოდიოდა. შენ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი ამბავია. არა, წარმატებებს გისურვებ. ხო, იცი, წლებია ვცდილობ, რომ რაღაცა თავი ავარიდო ამას, მაგრამ მე მგონი ახლა ამ ეტაპზე ესე საჭირო. მაგრამ მეგონა რომ არასდროს პოლიტიკა არ გიზიდავდა და დღეს ეგრეა საჭირო, გიორგი. არც რთულია, რომ ასეთი ბიზნესი გახო პოლიტიკას არ შეეხო. ეგეც ნაწილია პოლიტიკის. ამას და ბიზნესს არ დაეწევა. აი ზუსტად მაგაზე მინდა გესაუბროთ. ბიზნესი ისე ყველა საწარმო გააგრძელებს ფუნქციონირებას. მაგრამ აი რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე მინდა ახლა შენ შემოგთავაზო, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნება. ამოულოდნელი იყო მინდა გითხრა და დიდი მადლობა ნდობისთვის რა. ხა რა არიცი? ეს საქმე შენზე კარგად არავინ არ იცის. ამიტომ თუ წინააღმდეგი არ იქნები, ხვალიდან ეს პოსტი და კაბინეტიც შენია. არა, რატო დავიყო წინააღმდეგი პირიქით. ნუ მოდი მაშინ ჩათვალე რომ ხვალიდან ეს სავალძელი უკვე შენია. მადლობა. ნუ მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის და თუ შეხვედრები რამე საქმე არა გაქვთ, შემიძლია სასმელზე დაგპატიშოთ. გავიტანე მე. მეც იყოს არ მოდალება. წევებით აბა. კაი, მე. მოდის მე დავუნდა. კარგი, მეც გავალმაში. შენ ცოტა ხანი დრო გაქვს? კი? დარჩი რა მაშინ ცოტა ხანი. ეხლა გიორგი, შენ არ გეწყინოს. ცირა არის უბრალოდ შენ ახალი ხარ ჯერ ამ ბიზნესში და სულ ახლა ხანს დაიწყე. ახო წლების მანძილზე ჩვენ ერთად მოვდივართ. ხო, რამაც ახლა ბიზნესის მართვა ჩემთვის ცოტა ძნელია. ასე რომ მოვადრო და ყველაფერს შეძლებ. უბრალოდ ცოტა დიდი გზა გასავლელი მანამდე. იცი. კარგი, თუ სხვა აღარაფერი გაქვს სათქმელი, წავალ. კარგი, მადლობთ. პირიქით, წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. კაი, კარგად. გამივლის მალე. მოხდა რამე? არა, არაფერი არ მომხდარა ისე. თუ რამე პრობლემა გაქვს, დაგეხმარებ.
ილა შენ ვერ დამეხმარები. გიორგისთან გაქვს პრობლემები? მე და გიორგი დავშორდეთ. რატო რა მოხდა? დედამის ეჭხუბე. დედამის რატო? აუგრძელი ამბავია. მომიყევი რა. ანუ დედამისი რომ გავიცანი თავიდან ვთხარი რომ სწავლობდი. მე და გიორ დავუმალეთ რომ მიმტანად მუშაობდი. და გაიგო. ჩვენთან მოვიდა სამსახურში. მერჩინა რომ მომკვდარი ყავი. კაი რა რეებს ამბობ. როგორი სიტყვები მითხრა გამლანძღა. მოვატყუე რა. და გიორგი რას ამბობს? გიორგის სახლში კონფლიქტები აქვს. დედამის ეჭხუბება. არ მინდა რომ დედამის ეჭხუბოს ჩემს გამო. დედამისი არა მაინც. მაინც ვერ ხვდები რა პრობლემაა მიმტანობა. ეს კალი თავიდან გაბრაზდა იმაზე რომ მოვატყუე. მერე მოვიდე და მეუბნება რომ ჩემი ოჯახის შესაფერისი არ ხარო. რას ქვია შესაფერისი არ ხარ? ალბათ უნდა რომ უკეთესი შეყვარებული ყავდეს მიშვილს. კაი და მაღაზე ნერვიულო. რა სისულელია? გიოც უმალსე მეუბნება ხოლმე. ეს კალი მოვიდა ცოტა ხნის წინ. გაიგო ალბათ რომ სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი და ფული მომიტანა. მერე რა დაუბრუნე ეს ფული. მე და გიორგი გადავწყვიტეთ რომ რაღაც პერიოდი აღარ შეხვდეთ ერთმანეთს. კაი ნუ ნერვიულობ რა. ყველაფერი კარგად იქნება. ისე მაგარი შეუფერებელი წყალი იყავით. მე და გიორგი? აი წყალს რო შეხედავ და მიხვდები რომ არ არიან ერთმანეთისთვის, აი ეგრე იყავით. მარტო შენ ამბობ მასე. შენ ძალიან კარგი და ლამაზი გოგო ხარ. ყველაფერი კარგად იქნება. გააკადგი. აი, всё. ბაბაცბებო. ადლობა რა და გნახავთ რა ხაზი. აბა თქვენს. და აბა. დავაი ჯიგრე გნახავთ. დავით როგორ ახსენებს რა? ახდება, აბა. აი ეს მაკანებია რა. აი ეს ნახე რა ბიჭია რა. დასვეჟია შეხედე. დისკები, სარკეები, ფარები, ყველაფერი რადნოი. შეხედე სალონ, შეხედე გარბენი ნახეთო რა. მურად მაცადე, კარგი? იარ ყიდული, ხო. აშუაშია და twin-ი წამული. შენ მითხარი ეს ამდენად გაიყიდება და ხოჭა რა დამთავრებული ახლა. რავი აი. ამას პრინციპში ერთ ორნახევრად ეგრევე გახვიდე. ამასაც მომენტ, მაგრამ აი ის ერთი წლით პატარაა მათზე და ალბათ ცოტა იაფად რამდენი? ერთი $300 ნაკლები. შენ რა დავიდი? სამივე მანქანა რამდენად გაიყიდება რა საბოლოო ჯამში რამდენი ვიღება ეგ მითხარი რა იაფად და ცოტა ბძვირად და რაღაცებს მელაპარაკობ. რავი დავით ესე რა გითხრათო? რავი 10 ჯერ რო გამაყიდინო ხა სამივე მანქანა სამივე სხვადასხვა ფასად გაგიყიდი ესე როგორ გითხრა? ახლა მომისმინე
კაროჩი კიდე რამე ჩათლახობას არ ქონდეს რა. ვიღადავები ვინც კიდე რამეს გატყუებდეს იმის გაი, ბიჭო, არ გინეს გინებები და პიცება და რაღაცეები რა. მე გითხარი ჩემი რა. და გარკვევით გითხარი და მე დალშე შენ თავს დააბრალე რა. კაროჩი გადავაფორმოთ ეს მანქანები სამივე. ეს ჩემ თავს მიხედავ და შენ და შემაც მაკაცმა ირაკლა შენ თავს მიხედავთ. არ გინახავს ის? რაცა პირე? ეს არ ვიცი რა, სახშიც ბარდაგი მაქვს რა. რატო აპონჩი? რავი რა, ნერვიულობენ ვარ გაიშარო რა, თან ლეილაც ვერ არის რა, კარგად რა. ლეილაც რა არის? აი ბიჭო, რამდენ კითხვას მისვამ რა, თუდად არის რა. რავი ზო რა, აგერა ის მაქანა. ეს შენი საქმისა შენის. ვაფშე შენ ადგილას არ გავყიდიდი ამაგანებს რაიგო. რა ვატაქსავები. მეტი ფულის დაგჭებია. არ გახსოვს იდეა რო ქონდა. მახსოვს, თქში ხა მესენი ვატაქსაო და წილშიც ჩაქსვა რა. აშუაში. ვაფშე ამას ორი ახალი პაკრის გამოყოფა უკან უდებს ორივე თავის. აი, თქში მე ვიხედავ რა ჩემს რა. ბაზარია. მომეცი რა შენეჭიქა რა. ოდიში რა ბიჭებო რა, ჩემს სულს მოვენატრე. მითი. ალო. ხო. მოვალ მალე. აი ერთსაც დავლევ და მოვდივარ. მოვდივარ მეთქი. შენ რა გამიტრაკე რა საქმე რა. ვანო სად არის? მაის არა ვანო აგიტმა შვაღამისის. მომენატრო რა იყო? ხოდა გაიხანს ვერ ნახავ ეგ სანამ მას არ დაიწყებს რა. დაურეკოთ არა ეს? შენ გიპასუხებს ხა პროფესორი კაცი ხარ. რა პროფესორი? შენ ხდება? ბიჭებო, ერთის დავლიოთ რა და უნდა გავიდეთ, თორე გადამდგა რა იმ. დავლიოთ. შენ გაგიმარჯოს შოთა. კარგად ხავი და ჯამრთელად და ბედნიერად. გაგვიმარჯოს. აბა ჰე ბიჭებო. გაგიმარჯოს. კარგად და მაგერა აბა კარგად, ბედნიერად. ავიღოთ რა კიდე ერთი. გეძინება თუ რა იგი? არა, მეძინება. ხოდა ავიღოთ კიდე. ბიჭო, ამით ხარი პროფესორობაზე? არაფერი აღარ ვასწავლე. გამომაგდეს. აჯა. რა ვიცი. ამერია ყველაფერი. ბიჭო, რაღაცა ხდება რა. იმ დღესაც აქ რო ვნახე ისე არ გამიგო რა და შენი გამკვირვებია ძმაო რა. შვილი წამართვას იდედრმა. შვილი როგორ ზაგართვები? როგორ და ვერულიო ყურადღებას ვერ აღწევო, სვავო. ვერ სამსახურიდან გამომაგდეს. არა, ხა ესე. ბიჭო, სმარადო დაიწყო. შენ საფოს დედისამი ხო იცი? როგორ არ ვიცი. ხოდა მე გამოჩნდა ნინო. მანამდე არავისთან არც გამიხედავს, არავისთან არაფერი არ ურთიერთობა არ მქონია. გამოჩნდა ნინო. მე ვიყავით ერთად კარგად, საბათ შეეჩვია, ბედნიერად და მე ეს ყოფილი ქმარი და დაურია ყველაფერი. ბიჭო. ხოდა ვარ ხა ესე ნინოს ურეყავ არ პასუხობს. ვეძებ ვერ პოულობ. ვარის ბიჭო. რაღაცას გეტყვი რა და კარგად გამიგე რა ძმა. მითხარი ბათლი, მითხარი.
წადი სახში. დაიძინე. გამოფხიზდი. შეეშვიამს მას რა. დალევას. გადავაყოლე ძმაო, ცოლი, შვილი, ძმაკაცები, ჩემი საქმე. დავრჩი მარტო იმათთან, ვინც სვამდა ჩემთან ერთად რა. აი ეგრე იქნები შენ ძმაო რა. დამიჯერე რა. კაი ადამიანი ხარ შენ ბოთლი. არა ვარ, ცუდები ძმაო, დამიჯერე რა. ჯერ. დანები ამ დალევას თავი ძმაო რა. ამ ერთსაც დავვლე მაშინ. აგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. არა შენ. არა, ძალიან დავა. ჩაიზოლებ დავლიეცი და ნუ არა მე არ მინდა ლელა დაწვა. კი, და ლიზიკოს. შერაშობოდი ყავ სადმე გასული. კი, ვიყავი და ბახალ ნახე რა. სამი მანქანით დამადგა. რა სამი მანქანით დაგადგა? დახში გუშინ ხო გითხარი რომ ბახალ ნახე მეთქი და ირაკლას ამბავი რომ მითხრა რომ ფული მიუცია და ნაბოზარმა რო არ მოგცა ჩვენ და რაღაცეები რა. დღეს სამი მანქანა მომიყვანა და გამომიქვითა იმ ვალის პონჩი რა, ნაწილი რა. რა სამი მანქანა მოგიყვანა ვერ იმ ვალის პონჩი გამომიქვითა რა. მე არ უნდა გეთქვა? მაგრამ რავი ხო ვიცი რა ნაბოზარი ყოფილა მეც ახლა გავიგე რა და რომ დაუწმუნდებოდი ყველაფერში რომ კარგად იყო მე და მეთქი ვეთქვით და ახლა დაუწმუნდი და გეუბნები რა. ეგეთი რაღაცა როგორ დამიმალა? არ დამიმალავს მაგუშ და მათქმევინე დამაცადე და გეტყვი რა გაროჩე რა. და რაში გჭირდება ბახას მანქანები ვერ ხვდები? აბა რა უყო მაშინ გამაგებინე რა დაუბრიდო გავქუდო თუ რა გავაკეთო მაშინ ძახი დათო გაგიჟდი? მაგათთან საქმის დაჭერა საერთოდ დაანებო თავი ისჯობია. ამ ბახასაც ნახდა ტრაქში აქვს ახლა ხე იმასთან არც მაკაცობას ვაპირებ მე და არც ბიზნესის დაწყებას და ვაფშე გამარჯვების თქმასაც არ ვაპირებ რა. არა ირაკლას რო დავაგდებ ეგ ნახდათ ვიცი რა. დათო ხო ვილაპარაკეთ მაგ თემაზე არა? დაანებე თავი. კიდე რამე შარში რო გაიხო მე რა გავაკეთო? აბა რა ვქნა მაკა საიდან მოვიტანო ეს ამდენი ფული გამაგებინე რა. გავყიდოთ ის მანქანები. ესე იგი, კაროჩე, ბახა არ ნახო. ირაკლა არ ნახო. მანქანები გავყიდო და ეს ამხელა ვალით შეულებრივად შევარჩინო, ხო, მაგ ახურებს. ხო, გავყიდოთ და ჩვენ თვითონ დავფაროთ. არ ვიცი რა, იდოში მეც მაგარ გაურკვევლობაში ვარ რა. არ ვიცი, მეც ეს მანქანები რო არ გამომერთმია, არ იქნებოდა რა. კადიგი ფული არა მაქვს. იმ კანტონსაც არ მოუცია არაფერი. დამინჯერა დათო გავყიდოთ და ჩვენ თვითონ დავფაროთ ნელ-ნელა. შევეშვათ იმ ფულის დევნას რა. ერთხელ ხო შეიძლება რომ მეც დამიჯერა. შენც სამსახურში შევი, მეც ნორმალური ხელფასი მაქვს და იქნებ მე ლეილაც დავითანხმოთ ოპერაციაზე. კიდე რამე შარში არ გაიხო მაგაზე ნერვი უვობ. ვერ დავიძინე, გელოდებოდი. რა დამაგვიანდა? ხო, შენ რაღაცა ხშირად გაგვიანდება ამ ბოლო დროს სამსახურიდან და რა ხდება? ვა, ხომ რეჩვიანო? არა, ეგრა შუაშია, მაინტერესებს შენი ამბები. სულ მოკლედ დღეს ნიშნულოვანი გადაწყვეტილება მივიღე. რა გადაწყვეტილება? ვიცი, მთელი წელი ვფიქრობდი და აი დღეს. რა მითხარი? ოზურგეთის მაჟორიტარობა შემომთავაზეს და დავეთანხმ. დათანხმდი? კი. კაი, მაგრამ რა ვიცი, გეკითხა მანამდე რაღაცა რჩევა და ერთად მიგვეღო გადაწყვეტილება, არა? და შენ იცი რომ მე შენს ძალიან დიდ პატივს ვწევ, მაგრამ
ამ საქმეში მარტო ჩემ საკუთარ თავს ვენდობი. აი ბატონო, როგორც გინდა. გეწყინა. არა, ხო იცი რომ ყველაფერში დაგეხმარები და გვერდში დაგიდგები, მაგრამ ადრე მცოდნო და უკეთესი იყო. ახლა დაიწყება წინა საარჩევნო კამპანია და მთელი ამბები მოკლედ. როგორ ფიქრობ, შანსები გააქვს? შანსი რო არ ქონოდა არ დავთხოვდებოდი. ეხლა ხო იცი, სწორად უნდა დაგეგმოთ ეგ საარჩევნო კამპანია. ყველა წვრილმას და დეტალს აკვირდებიან. აი ზუსტად შენ დაიწყე ხა იმაზე ლაპარაკი, რაც უნდა მეთქვა. რა? შენი და გიორგის ურთიერთობა. ხო იცი ხან წინა საარჩევნო და არ მივაწყობს რა ეს კონფლიქტები, ოჯახური რაღაცები მოკლედ. ესე იგი არჩევნების გამო ყველა გიორგის ხუშტური უნდა ავიტანო, ხო? არჩევნების გამო არა, რუსუდან ოჯახის გამო. რამას მე მატყუარას სახში ვერ ავიტან. აი რაც უფრო მეც უჩიჩინებ, უფრო ღიზიანდება. მოდი რა, დაალაგეთ ეს ურთიერთობა. კარგი. გპირდები რომ ეგ შენ ხელს არ შეგიშლის. დიდი მადლობა. არა, ხო, არა, გვიანია რა უკვე რა. ხოლმე ხო? ნახოთ, პროსტ ძალიან ბევრი საქმე მაქვს რა. გაიტადა რა საქმე. ნუ სამსახურით ეგ რა. მისმის, მაგრამ ამბობ დროს ძალიან რა შეიცვალე ხვდები? ხო ვიცი, მაგრამ ხო იცი, ამდენი ხანია სამსახურში არ მივიდეთ, ამ ბიჭებს რაღაცაში ვეხმარები რა და ის ფულის მინდა რომ დაგიბრუნო რა. აი, არ მეჩქარება მე. ხო, არ მნიშვნელობა აქვს, მე მინდა რომ მოგცე რა. ახლა მაგისთვის ნუ მოიკლო მაინც და მაინც თავს. როცა გექნება, მაშინ მომეცი რა. დოდიში რა ესეთი რო გაქვს. ყველაფერი დაალაგდება ძალიან მალე რა. კაი, ხო დამირეკე, კაი. კაი. რა სიტყვი დადო? ხო არ დაგეხმაროთ. გვერა მithotვალებთ რა გინდათ? არა, გაცილებთ. ვინდა შეგახსენოთ რომ ფული გაქვს მოსატანი. მახსოვს? მე? მე ორ დღეში მექნება და მოვიტან. და ის გოგო ვინ არის? შენი შეყვარებული რა? მაგოგოს თავი დაანე. შენ ფული მოიტანე და ხელსაც არ დავაკარებთ. ორ დღეში მოვიტან მეთქი. რა იყო, რამეს არასწორად ვითხოვთ? შენი წაგებული ფულია. აი, წავედით, გაიგო. შეგელოდებით, გაიგე?